საინჟინრო კომპანია Baumeri-ის ისტორია 2013 წლიდან იწყება. კომპანია მომხმარებელს და პარტნიორებს თავდაპირველად გათბობისა და წყალმომარაგებების სისტემების მონტაჟს თავაზობდა, მოგვიანებით კი პორტფელს უკვე HVAC სისტემების სრული ინსტალაცია და ექსპლუატაციის შემდგომი სერვისის დაემატა. დღეს Baumeri ბაზარზე უკვე ჰოლდინგური კომპანიის სახით პოზიციონირებს, რომელიც მომხმარებელს მეპმასალების იმპორტს, რეალიზაციას, პროექტირებას, მონტაჟს და ექსპლუატაციის შემდგომ სერვისებს თავაზობს. აღნიშნვის ღირსია, რომ კომპანია მომხმარებელზე ზრუნვისა და მისთვის მუდმივად ხარისხიანი სერვისის მიწოდების პარალელურად არანაკლებ რესურს და ძალიხმევას ახმარს და მიმართავს თანამშრომელთა მუდმივი განვითარებისა და მათთვის სრულყოფილი სამუშაო გარემოს შესაქმნელად. რას ნიშნავს Baumeri-ის გუნდის წევრობა და როგორ ზრუნავს კომპანია თითოეული თანამშრომლის мотиваციის ამაღლებისა და მათი პროდუქტიულობის ზრდისთვის. ამას ჩვენი ვიდეო ისტორიიდან გაიგებთ. მე ვარ ნინი გვარაძე, ჰოლდინგის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. დღეს ვეცდები უკეთ გაგაცნოთ კომპანიის შიდა სტრუქტურა და სამუშაო გარემო. Baumeri ჰოლდინგის ერთ-ერთი წევრი კომპანია, რომელიც გთავაზობთ სრულ საინჟინრო მომსახურებას. ჩვენს ოფისში სამუშაო ადგილები ისეა გადანაწილებული, რომ კომუნიკაცია დეპარტამენტებს შორის მაქსიმალურად მოქნილი და მარტივი იყოს. ვფიქრობთ, რომ სამუშაო სივრცეს დიდი გავლენა აქვს მუშაობის ხარისხზე, თანამშრომლობის мотиваციაზე და საბოლოო შედეგზე. ამიტომ ოფისი მოვაწყეთ ზუსტად ისე, როგორც ჩვენს წარმოდგენაში იყო. შევქმნით მაქსიმალურად ჯანსაღი, უსაფრთხო და კომფორტული გარემო. ოფისში გვაქვს განტვირთვის ოთახი, ესე ვთქვათ, მოსასვენებელი სივრცე. დატვირთული დღის განმავლობაში, როდესაც გვინდა რომ ახალი ენერგიებით დავიმუხტოთ, შეგვიძლია განმარტავდეთ, მოვესმინოთ მუსიკას, ან კოლეგებთან ერთად ვითამაშოთ უახლესი თაობის PlayStation-ი. შემდეგ კი ახალი ძალებით დავუბრუნდეთ საქმეს. კომპანიის კორპორატიული კულტურის ნაწილია ისიც, რომ ყოველი თვის ბოლო სამუშაო დღეს სამყაროებით ვიკრიბებით მთელი გუნდი ჩვენს დიდ ვერანდაზე, რომელიც გვაქვს ზედა სართულზე და არაფორმალურ გარემოში გვაქვს თვის შეჯამება, ვცვლით ახალ იდეებს, ვერთობით და სასიამოვნოდ ვატარებთ ერთად დროს. Baumeri-ში განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს თანამშრომელს, მის მენტალურ და ფიზიკურ მდგომარეობას. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ განსაკუთრებული კორპორატიული მიდგომები გვაქვს. ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ თანამშრომელი უპირველესია, ვითვალისწინებთ მათ აზრს, დამოკიდებულებასა და შეხედულებებს. როგორც იცით, Baumeri-მა 170-ზე მეტი წარმატებული პროექტი განახორციელა. წინ კიდევ უფრო დიდი მიზნები და გეგმები გვაქვს. კომპანია მუდმივად განაგრძობს განვითარებას, გვემატება ახალი კადრები, სწორედ ამიტომ გაჩნდა დამატებითი საოფისე სივრცის ათვისების საჭიროება, რაზეც ამ ეტაპზე მუშაობთ. ჩვენ აქტიურად ვართ დაკავებული ახალგაზრდა ტალანტების მოძიებით, მათთვის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებით და კარიერული განვითარების საუკეთესო შესაძლებლობის შეთავაზებით. უმთავრესი და შეიძლება ითქვას ყველაზე მკაცრი პირობა, რასაც Baumeri კანდიდატებს ჩვენს გუნდში შემოერთებამდე უყენებს, ეს არის მუდმივი ზრუნვა განვითარებაზე. ამიტომ მაქსიმალურად ვართ ამ პროცესში ჩართული და თითოეულ თანამშრომელს ვუფინანსებთ და ვორგანიზებთ სხვადასხვა ტიპის ტრენინგებსა და ვორქშოპებს. ასევე ხშირად ვუშვებთ საზღვარგარეთ გამოფენებსა და მასტერკლასებზე. Baumeri-ს აქვს საკუთარი აკადემია, სადაც ჩვენი კადრები შიდა გადამზადებას მუდმივად გადიან სხვადასხვა მიმართულებებით. თუმცა, ბაზარზე არსებული სიტუაციის შეფასებისას მივხვდით, რომ სამშენებლო ინჟინერიის მიმართულებით პროფესიონალური კადრების მკვეთრი სიმცირე შეინიშნება. ამიტომ გვინდა, რომ ყველას მივცეთ შესაძლებლობა ჩვენ სფეროში არსებულ სხვადასხვა მიმართულებას პროფესიონალურ დონეზე დაეუფლოს. აკადემიისა და სხვა ბევრი სიახლის შესახებ ინფორმაციას აუცილებლად გაგიზიარებთ ახლო მომავალში. თვალი ადევნეთ ჩვენს Facebook-სა და LinkedIn-ის გვერდებს. და ყველაფერი დანარჩენისთვის, ქალბატონებო და ბატონებო, ლევან ყირიმლიშვილი, Baumeri-ის დამფუძნებელი არის საქმიანი დილის სტუდიაში და მასთან გავაგრძელებთ საუბარს და გავიგებთ მეც ამ კომპანიაზე. თუ რაიმე მოგვაკლდა ცხადია სიუჟეტიდან. დილამშვიდობის ლევან. დილამშვიდობის, მოგესალმებით, მივასალმები მაყურებელს. დიდი მადლობა მობრძანებისთვის. მეტი კომპანიის შესახებ, რომელიც 10 წელიწადია ოპერირებს, ცალსახად აჩვენებს ზრდას, ეს პროექტების რაოდენობაზე, პორტფელზე და რაც თავარია პროფილის
უკვე გაფართოებაზე მიუთითებს. საიდან დაიწყო ეს ყველაფერი და რას წარმოადგენს დღეს ბაუმერი? ბაუმერის ისტორია დაახლოებით 10 წლის წინ ცოტა უფრო მეტი პერიოდი გავიდა, რაც დაიწყო. დღესდღეობით ბაუმერი უკვე როგორც ჰოლდინგური კომპანია ისეა ბაზარზე წარმოდგენილი და ეს განაპირობა ბაზარზე არსებულმა სხვადასხვა გამოწვევებმა, რომელსაც პერიოდულად სხვადასხვა კუთხით შევხედეთ, შევაფასეთ და შევქმნით ჰოლდინგური კომპანია, რომელშიც MEP მიმართულებით 3 კომპანია ერთიანდება, არსებობენ კიდევ სხვა კომპანიები, მათ შორის ბიომევენახეობა მეღვინეობის კომპანია ტინო, რომელიც ჩემი შვილის თინათინის სახელს ატარებს, ეს ცალკე ჩემთვის ყველაზე საყვარელი ნაწილია ამ ჰოლდინგში. და MEP მიმართულებით ჩვენ გვყავს კომპანია, რომელიც ქმნის საინჟინრო კომუნიკაციების პროექტებს, გვყავს კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს საჭირო მასალების, აქსესუარების და დანადგარების იმპორტს და უშუალოდ ბაუმერი, რომელიც შემდგომ ახორციელებს ამ ყველაფრის ინსტალაციას და შემდგომ სერვისს, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი არის ამ ეტაპზე. ლევან, ნიშნავს თუ არა ეს, რასაც თქვენ ბრძანებთ, MEP სერვისებზე ცოტა მოგვიანებით, რომ ბაუმერი ინარჩუნებს მეორეს მხრივ თავის core ძირითად მიმართულებას, რომ ის საინჟინრო მიმართულებით არის ჩამოყალიბებული და ნუ ჰოლდინგურ სტრუქტურებში შემავალი უამრავი სხვადასხვა თემა არის, მათ შორის ერთ-ერთი ახლა აკადემიაც კი მოვისმენთ. კი ბატონო, აკადემია ჩვენთვის ძალიან საამაყო პროექტია, რომელიც წლევანდელმა გამოწვევამ მოიტანა, ესე რომ ვთქვათ, როგორც ვახსენეთ ბაზარზე წლების განმავლობაში სხვადასხვა გამოწვევებს უმკლავდებოდით, მათ შორის ერთ-ერთი კომპანია საინჟინრო პროექტების შემქმნელი კომპანია, იმიტომ დავაფუძნეთ, რომ პრობლემა იყოს და დეფიციტური იყოს საინჟინრო კომუნიკაციების ხარისხიანი პროექტის მოპოვება ბაზარზე, ამიტომ შევქმნით ჩვენი გუნდი, რომელიც მოგვიანებით როგორც კომპანია ესე გადაიქცა და მათ შორის ემსახურება როგორც ბაუმერს, ასევე კერძო დამკვეთებს მუშაობთ არაერთ ცნობილ არქიტექტორთან და ძალიან მნიშვნელოვან პროექტებზე. იგივე ისტორია არის ველტის დაფუძნებისას, როდესაც ჩვენ გვიჭირდა იმ დაპირებული ხარისხის დადება დამკვეთებთან, რასაც ვაანონსებდით ხოლმე, იქიდან გამომდინარე, რომ პრობლემური იყო ყოველთვის ხარისხიანი სახარჯი და საინსტალაციო მასალის შოვნა. შესაბამისად, პირველ ეტაპზე ჩვენში თვითონ ბაუმერში შევქმნით ეს განყოფილება, რომელმაც მოგვიანებით ისევ კომპანიის სახე მიიღო და დღესდღეობით ველტი წარმოდგენილი არის ბაზარზე, როგორც ერთ-ერთი ლიდერი მასალების მიმწოდებელი კომპანია, რომელთანაც სხვა უამრავი MEP სექტორის კომპანია კომპანიები არის. თუმცა ის ჰოლდინგის წევრი კომპანია არის ბაუმერის. MEP სერვისებზე თუ შეიძლება მეტი, რას წარმოადგენს ეს ყველაფერი, რას ჩაუყარა ბაუმერმა თავის დროზე საფუძველი და რასთან დაკავშირებით შექმნით ის მოთხოვნა და გააძლიერეთ, რომელიც უკვე შემდგომ ხარისხობრივი მოთხოვნითაც გაძლიერდა. კი ბატონო, MEP აბრევიატურა შემდეგნაირად იშიფრება. MEP ნიშნავს მექანიკურ, ელექტრულ და სანტექნიკურ ნაწილს, რომელიც შენობის განუყოფელი თამდევი პროცედურა არის. ერთია რომ საკარკასო მშენებლობა სრულდება რკინა-ბეტონის სამუშაოებით, შემდეგ იწყება უკვე კომუნიკაციების გაყვანილობა, რომელიც სრულდება სარემონტო სამუშაოებით. ეს MEP მიმართულება ჩვენში, ბაუმერში თავიდან დავაფუძნეთ ბაუმერი როგორც EMI მექანიკური ნაწილის მიმდევრები ვიყავით მხოლოდ, კი ბატონო, საწყისი, თუმცა ისევ და ისევ ბაზარზე არსებულმა გამოწვევებმა მოიტანა შემდეგი მიმართულებების მიერთება, დღეს უკვე მთლიანად სრულ კომპლექტს ვთავაზობთ დამკვეთებს. ლევან, რას ნიშნავს 170 განხორციელებული პროექტი უკვე? რას წარმოადგენს თქვენი პორტფელი? ცხადია ვსაუბრობთ ჰოლდინგურ ჭრილში, ან გნებავთ ჩარსულად ვისაუბროთ, რომ მაყურებელმა ბაუმერზე გაიგოს მეტი. 170 შესრულებული პროექტი საკმაოდ დიდი მოცულობებია და რაში გამოიხატება, როგორ გამოიხატება ციფრებშიც და რიცხვებშიც. კი ბატონო, 170-ზე მეტი პროექტი ნიშნავს ძალიან ბევრ უძილო ღამეს და უდიდეს შრომას, რომელიც წლების განმავლობაში ჩაიდო არა მხოლოდ ჩემს მიერ, თითოეულ გუნდის წევრის მიერ, იმიტომ რომ რატომღაც ესე მიმაჩნია მე სწორად, რომ თითოეულ გუნდის წევრი გრძნობს კომპანიას, მის როგორც საკუთარ კომპანიას და შესაბამისად მაქსიმალურად იხარჯება და 100% ძდებს ამ მიმართულებით. დავიწყეთ ძალიან პატარა პროექტებით, სახელმწიფო შესყიდვებით, სახელმწიფო ტენდერებით, თუმცა მე მოვახდინეთ ჩვენი მომსახურების უკვე კერძო სექტორში გადმოტანა, რაც გაცილებით საინტერესო გახდა, მოგვიწია სხვადასხვა მასშტაბურ პროექტებზე მუშაობა, მათ შორის სავაჭრო ცენტრებზე, რეგიონალური მასშტაბით ზუგდიდი მოლი ჩვენთვის ერთ-ერთი საამაყო პროექტია, რომელიც ცალკე თავის გამოწვევებით გახდა ჩვენთვის განსაკუთრებული, შემჭიდროვებული მომსახურების ვადის გამო მოახერხეთ მაინც ძალის მობილიზება და სულ რაღაც 5 თვეში დავასრულეთ სამუშაოები, როდესაც განკუთვნილი იყო ამისთვის 10 თვე. არაერთ მნიშვნელოვან პროექტზე მუშაობთ დღესაც და ვფიქრობ, რომ სამომავლოდ ჩვენი მომავალი შეიძლება ქვეყნის ფარგლებსაც გაცდეს და უახლოეს წლებში ბაუმერი ვიხილოთ უკვე ჩვენ შემოგარენში სხვადასხვა ქვეყანაში. რეგიონალურ
ეს იქნება სერვის ექსპანსია ქართული კომპანიისა, რომელზეც თქვენ ასევე ხედავთ მოთხოვნას რეგიონის ქვეყნებში. საკმაოდ დიდია მოთხოვნა, თქვენთვის კარგად ნაცნობი უზბეკეთის ბაზარი თუნდაც რომ ავიღოთ, საკმაოდ დიდია მოთხოვნაც და უკვე ბევრი გამოცდილება გვაქვს, როდესაც ქართული კომპანიები ოპერირებენ უზბეკურ ბაზარზე თუნდაც. პირველი მიმართულება, რასაც გავიტანთ საერთაშორისო ბაზარზე, ეს იქნება საპროექტო მიმართულება, შედარებით იოლია, დისტანციურად მოემსახურო პროექტებს და შემდეგ უკვე საით ვიზიტებით აკონტროლო პროცესები. შემდეგ აუცილებლად გავა ჩვენი მასალის მიმწოდებელი კომპანია, რომელსაც ძალიან კარგი ექსკლუზივები აქვს საერთაშორისო ბრენდებთან და ლიდერ წარმოებულ კომპანიებთან და მოგვიანებით უკვე ბაუმერი მოახდენს თავის მომსახურების გატანას და მიწოდებას სხვადასხვა ბაზარზე. ანუ მე უკვე მთლიანად MEP სერვისების დაფარვა. თქვენ ახსენეთ საერთაშორისო თქვენი კავშირები, საერთაშორისო პარტნიორები, მოწოდებლები, ვინ არიან ისინი, ვისთანაც ერთად გაიზარდა ბაუმერი და ჩამოყალიბდა უკვე ჰოლდინგურ კომპანიად. ბატონო, არაერთი ლიდერ კომპანიასთან გვაქვს კავშირი, როგორც ვახსენეთ, მათ შორის, ვთქვათ, საამაყო მიმართულებები არის, რომელიც ცოტა ხანში დაანონსდება კიდე სხვა ფორმატით, როგორც კიდევ ერთი კომპანია ჰოლდინგში ისე წარდგება და აუცილებლად ამის პრეზენტაციას თქვენთან ერთად მოვახდენთ. უდიდესია მათი როლი ჩვენს ყოველდღიურობაში, თუნდაც რო ავიღოთ აკადემიის ნაწილი, ჩვენთან სამწუხარო რეალობა გვაქვს ის, რომ თუნდაც ლიტერატურაც კი დეფიციტურია და გვიწევს რაღაც საბჭოთა დროინდელ წიგნებიდან ამოვკრიბოთ მასალები, დავაკონსპექტოთ და მივაწოდოთ იგივე ჩვენ თანამშრომლებს ან დაინტერესებულ პირებს. შესაბამისად, მუდმივ ძიებაში ვართ და პარტნიორები ამაში გვეხმარებიან, რომ მოგვაწოდონ ის ბოლო ტენდენციები, რაზეც მუშაობენ თუნდაც თავიანთ ქარხნებში და საზღვარგარეთ სხვადასხვა ბაზრებზე და ეს ყველაფერი მე ჩვენ უკვე გადმოვთარგმნოთ ჩვენი ბაზრისთვის და უკვე მომხმარებლობითაც მივიტანოთ. ზდაში ხართ. გუნდი უკვე არაოდენობის არის. 90-ს გავცდით დიდი ხანი. 90 ადამიანს გავცდით ბაუმერის მიმართულებაში, მათ შორის უდიდესი ნაწილი არის საველე თანამშრომლები, თუმცა უკან არ რჩებით, თქვა საოფისე კუთხითაც, იმიტომ რომ ამ მიმართულებით ვფიქრობთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის ოფისის ჩართულობა, თუნდაც ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი სამენეჯმენტო პროგრამა, ესე რომ ვთქვათ, იგივე პროექტის მენეჯმენტისთვის, იგივე შიდა დავალებების მენეჯმენტისთვის, რომელსაც აქტიურად ვიყენებთ და მათ შორის დამკვეთების ჩართული გვყავს ამ ყველაფერში, რომ თუნდაც ის გეგმიური სამუშაოები როგორ მიმდინარეობს, რაიმე შეფერხება ხომ არ გვაქვს მათი მხრიდან, დამკვეთის მხრიდან ხარ ველოდებით რაიმეზე დასტურს ან პასუხს, რომ პროცესები არ შეჩერდეს, წარიმართოს როგორც გეგმაში იყო გათვალისწინებული და ეს განსაკუთრებულ საფეხურზე ვფიქრობ, რომ აიყვანს ბაუმერის მომსახურებას. წარმატებები, მონიშნულია ყველაფერი, მათ შორის ის საინტერესო ანონსები, რომელიც თქვენ დადეთ საიმისოდ, რითაც წარდგებით საქმიანი საზოგადოების წინაშე მომავალში. წარმატებები ბაუმერს და მის გუნდს. მადლობა. ლევან ყირიმლიშვილი, ქალბატონებო და ბატონებო, ბაუმერის დამფუძნებელი.